ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეროვნული ბანკის ჟურნალის ეკონომიკა და საბანკო საქმის პირველი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა. სამეცნიერო ანალიტიკური ჟურნალის მიზანი ეკონომიკური ცოდნისა და ინფორმაციის ფართო აუდიტორიამდე მიტანა. სტატიებში აღწერილი იქნება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე ეკონომიკური პროცესები. ეროვნული ბანკის პერიოდული გამოცემის აღდგენის იდეა აკადემიკოს ლადო პაპავას ეკუთვნის და იგი სამ თვეში ერთხელ გამოვა. მხოლოდ განათლებულ ადამიანს შეუძლია დაამსხვროს ის სტერეოტიპები და კლიშეები, რომელიც ჩვენ შესე ხმათ არის გამჟდარი. განსაკუთრებით ბევრი გვაქვს სამუშაო ეკონომიკური განათლების ამაღლების კუთხით. ეს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ზუსტად ამ მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი არის ამ ჟურნალის გამოცემა. ჩვენ გვინდა რომ ერთი მხრივ იყოს ხელმისაწვდომი ფართო აუდიტორიისთვის, ანუ ზედმეტად რთული და ფილოსოფიური არ იყოს, მეორე მხრივ გვინდა რომ ერთი სტატია მაინც დაიბეჭდოს ისეთი, რომელიც უფრო მეცნიერული, უფრო აკადემიურ ხასიათს ატარებს, იმისათვის რომ დაინტერესება იყოს როგორც ფართო აუდიტორიიდან, ისევე პროფესიონალი ეკონომისტების მხრიდანაც.